თქვენ უყურებთ იმედი ლაივის სპეციალურ ეთერს. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მოგესალმებით, მადლობა რომ დაგხვდით ინტერვიუზე. საუბარი მინდა დავიწყოთ ქვეყნის საგარეო კურსით, რომელიც სხვადასხვა აქტორების მხრიდან კრიტიკის საგანია. რა არის დღეს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ქვეყნისთვის? პირველ რიგში მოგესალმებით საღამომშვიდობისა, მივესალმებით ჩვენ საზოგადოებას და მადლობას მოგახსენებთ, რომ ეძრება შესაძლებლობა ჩემი გზავნილები მივაწოდო, შემაჯამებელი გზავნილები ჩვენ საზოგადოებას. კითხვას რაც შეეხება საგარეო კურსს, მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ და სამწუხაროდ ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაკონსტიტუციო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით გაჟღერება ხდებოდა პრეზიდენტისგან სხვა გზავნილების, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სხვა, რომელიც დამეთანხმება საზოგადოება, რომ არ არის ნორმალური პროცესი და აქედან გამომდინარე ჩვენ კანონიერი გზით, არჩევნების გზით მოხდა ცვლილება და მას შემდეგ ალბათ საზოგადოებაც აკვირდება, რომ დაბალანსდა ინსტიტუტებს შორის ასე ვთქვათ პროცესი და აქედან გამომდინარე ის პროცესები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ჩემი მხრიდან, პრემიერის მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ხდება არაერთი შეხვედრა, ინტენსივობა გაზრდილი არის სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი ვიზიტების და ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტებისა. ეს მოასწავებს იმას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამოკვეთილია, ყველასთვის ნათელია, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების ფორმირებით ვაწარმოოთ ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთსარგებელზე ყოფი პოლიტიკა. ეს კარგად ჩანს ჩვენს შეხვედრების დროს და ყველა ჩვენი კოლეგა აღნიშნავს ამ პროცესს. მე პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ტრადიციულად ვიზიტები განვახორციელებთ თქვენთან გადაცემაში ვისაუბრე ამის შესახებ. პირველი ვიზიტები სამეზობლოში, სადაც სხვათა შორის ჩემი წინამორბედის ესეთი არასწორი პოლიტიკის გამო ეს ვიზიტებიც შემცირებული იყო და აქედან გამოჩნდა, რომ ჩვენი საერთო გზავნილი ყველასთვის ნათელია, ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკას და მე მგონი საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ რაზე არის დამყარებული. ჩვენ პოზიციონირებთ, რომ ჩვენი როლი და ფუნქცია კარგად გავაგებინებთ ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთანაც გვიწევს ურთიერთობა. ამავე დროს გამოკვეთილია პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო უფრო და უფრო მკვეთრად აჩვენებს ყველას, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება და ამ თვალსაზრისით ასევე არ არის დასამალი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა იმ ტურბულენტურ, ასე ვთქვათ, გარემოში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამას ყველა აღნიშნავს შეხვედრების დროსაც და ის სხვა შორის ისტორიული როლი ქართული სახელმწიფოს, როცა ქართული სახელმწიფო ჩვენი ისტორიის მანძილზე იყო წარმატებული, იყო ძლიერი, სწორედ ამ პოლიტიკას აწარმოებდა ქვეყნებთან, რომელთანაც ცდილობდა, რომ მისი მთავარი ფუნქცია განესაზღვრა, რომ ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, ჩვენ ვართ დაკავებული ჩვენი, ასე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესებით და ჩვენ მზადა ვართ ყველა ქვეყანასთან ვაწარმოოთ ურთიერთობა, ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთსარგებელზე. და როცა პოლიტიკური გზავნილი ესეთია და გულწრფელი და გონიერი დამოკიდებულება და ყველა, ასე ვთქვათ, ჩვენი კოლეგა აღნიშნავს კიდევაც და თქვენ გქონდათ შესაძლებლობა არაერთი ლიდერის განცხადებისა, რომელიც აქ იმყოფებოდა საქართველოში და ასევე ჩვენი ვიზიტების დროს ყველა ერთმანეთს აღნიშნავს საქართველოს პროგრესს, საქართველოს
როლს სამხრეთ კავკასიაში ამ პროცესებში და დარწმუნებული ვარ, ეს საწყისი ეტაპია, ეს პროცესი მას შემდეგ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, რომ ჩვენ შევძელით დაბალანსება ინსტიტუტების და საგარეო კუთხით ჩვენ ვართ ერთიანად წარმოდგენილი, ასევე დავამატებდი გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა საგარეო საქმეთა სამინისტროს როლს, იმიტომ რომ იქაც იყვნენ ადამიანები მხედველობაში მაქვს სხვადასხვა საელჩოში, რომელთაც ვერ გაუძლეს თუნებას და სხვადასხვა გზავნილებს აგზავნიდნენ არსებულ სიტუაციაზე, ესეც პრინციპში დაბალანსდა და ახლა ერთიანი ხედვით წარმოდგენილია სახელმწიფო, სადაც უფრო მეტად გვიადვილდება ჩვენი პოზიციების გაჟღერება და ეს პოზიციები არ არის დამალული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ბოლო წლების მანძილზე საზოგადოებასთან ინფორმირებული დამოკიდებულება, გულწრფელი დამოკიდებულება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული თუ რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო და მე მგონი რამე ისეთი ნამდვილად არ არის, კი არის მცდელობები, რომ კულუარულად გადაცდეს რამე საკითხები, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყოველთვის ამ მიმართულებას ვეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს არაფერი დასამალი, ჩვენ ყველას თვალწინ შევძელით და გაუძელით გამოწვევებს, ზეწოლებს, ეს ყველამ დაინახა და ჩანს ამ ურთიერთობებში, როცა ჩვენ გვაქვს შეხვედრები, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა. ბატონ პრეზიდენტო, აი ამ საგარეო პოლიტიკამ გამოიწვია სირთულეები ევროკავშირთან ურთიერთობაში, ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ევროპული ბიუროკრატია უშვებს შეცდომებს საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ერთის მხრივ პარტნიორობის შენარჩუნებასა და ურთიერთკრიტიკას შორის და არსებობს თუ არა რესურსი იმისა, რომ ურთიერთგაგებას მიაღწიონ მხარეებმა. ხო, რაც შეეხება ევროკავშირს და ევრობიუროკრატიას, აქ განსხვავებული სურათი გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რაზეც მე ვისაუბრე, რომ როცა ჩვენ მქონდა შეხვედრები, მაგალითად შუა აზიის ქვეყნებთან, დაახლოებით ყველა ქვეყანასთან, ვიზიტებიც მქონდა და ჩვენ სამეზობლოში თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ყველგან ჩვენ გვაქვს ძალიან ღირსეული დამოკიდებულება და ესეც ჩანს შემდეგ შეხვედრების შემდეგ, როცა ვაკეთებთ განცხადებას, რომ ჩანს ნდობა, პატივისცემა ერთმანეთის და ყველაზე მთავარი, რომ ეს არის საერთაშორისო ენა, დიპლომატია, რომ არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს, ვისაც ჩვენ ხვდებით, ყველას თავის ეროვნული ინტერესი გააჩნია, ინტერესები არის შემდეგი ეტაპი, სადაც შეიძლება არ იყოს თანხმედრა და იქ მიდის მსჯელობა, ხომ, როგორ მოხდეს დაახლოება საკითხების. მაგრამ პირველი ეტაპი, ეს ელემენტარული, ასე ვთქვათ, წესი, რომელიც უნდა არსებობდეს ორგანიზაცია იქნება თუ ეს ქვეყნები, ელემენტარული წესი, პატივისცემა, სუვერენიტეტის და ხელისუფლების, რომელიც აირჩია ხალხმა. რას ვხედავთ აქ? აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარეობს. ჩვენ და საბედნიეროდ ჩვენ ფლობთ ინფორმაციას, ჩვენ გვაქვს გამოცდილება თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, ასთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ბიუროკრატიის ხარჯზე როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი და ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკული გზავნილი ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის მიმართ თუ ისინი ამ გზას არ გადაუხვევენ და არ ეცდებიან გამოსწორებას, ევროპას უხადის დაღუპვა, ხო? გახსოვთ ალბათ იმ ტექსტში, რომელიც გამოაქვეყნეს წლის ბოლოს, ხო, დეკემბერში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ინფორმაციას ვფლობთ და გვაქვს გამოცდილება ჩვენ ერთადერთი იმას ვახერხებთ, რომ კონფრონტაციაში ნაკლებად შევდივართ, იძულებული ვართ, რომ მათ ასეთ არა
შეურაცხყოფელ დამოკიდებულობას არ უპასუხოთ ისე როგორც იმსახურებენ, ჩვენ ვიცით რომ ჩვენ არ უყურებთ დღევანდელი ევრობიუროკრატების თვალით ევროპას და ევროკავშირს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვფლობთ სოდნას თუ რა არის ევროპა, ჩვენ თავად ვართ ევროპის ნაწილი, ევროპის საწყისი, საქართველო და ეს ასე ვთქვათ საუკუნეების მანძილზე სურვილი ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის ერთიანი ევროპის ნაწილი, ეს რა თქმა უნდა ძალაშია, ჩვენ არ გადაგვიხვევია ამ გზისთვის, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ დასაბედნიეროდ აქ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა ძალიან კარგად ეკიდება და გრძნობს, რომ ეს ღირებულებები არის მთავარი და შემდეგ არის ეს ყველაფერი განსახორციელებელი და ეს ღირებულებები სწორედ თანხვედრაშია ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ირღვევა, ხშირ შემთხვევაში ხდება იგნორირება და სწორედ ჩვენ ამ იმედით ცხოვრობთ, რომ ევროპელი ხალხი, რომელიც საუკუნეებია ამ ღირებულებებით მოვიდა და მოიტანა თავიანთი კულტურა, იდენტობა დღემდე და დღეს ესეთ სავალალო მდგომარეობაშია, იმედს ვიქონიებთ, რომ ეს პროცესები შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ის ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი დამოკიდებულება არის სრულიად გულწრფელი, ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის, ნებისმიერ საკითხზე და პირდაპირ ვაყენებთ ის, რაც მანამდე საგარეო, ასე ვთქვათ, პოლიტიკის კუთხით ვისაუბრეთ და ჩვენ ვართ გულწრფელები და ღიად ვაწარმოებთ ჩვენ პოლიტიკას, აქაც ვიქნები გულწრფელი და პირდაპირ განვაცხადებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესთან გამომდინარე, ეროვნული ინტერესთან გამომდინარე, ეს ხომ ასე ვთქვათ აბსურდია, რომ ისეთი პოლიტიკა აწარმო, რომელიც ჩვენ ქვეყანას აზიანებს და ევროპული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ გამოცდილება შევიძინეთ ამ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისგან, ეს იყო ყოველთვის დიალოგის წარმოება ნებისმიერ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, ხომ? ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება და როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და ასე შემდეგ დამამცირებელი ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ და არც ჩვენი ისტორია გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თავი დავხაროთ და ვინმეს ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა ავიტანოთ. მე ვინც არ უნდა ვიყო, მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ და მე ვარ ქართველი და მე ვარ აი მარადიული საქართველოს ნაწილი და იმ წინაპრების შთამომავალი, რომლებმაც სისხლის და დიდი ბრძოლის ფასად მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე და ვერავის ვერ მივცევთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა დაამციროს და ჩვენი ღირსების, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფის, ასე ვთქვათ, საშუალებით ჩვენ ვინმესთან გქონდეს თანასწორი ურთიერთობა და საუბარი. აქედან გამომდინარე, ეს ელემენტარული წესია, რაზეც მე ვისაუბრე და ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ესეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს პროცესი ძალიან კარგად ვითარდება და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჩვენ გჯერა, შეიძლება არსებული დღევანდელი ბიუროკრატიისა არა, თუმცა მათთანაც მზათა ვართ ჩვენ დიალოგისა და საქმიანი ურთიერთობებისა, არასდროს უარი არ გვითქვავს, თუმცა ჩვენ გჯერა, რომ ევროპელი ხალხი ამ ღირებულებებს დაუბრუნდება. თქვენ საუბრობთ შეურაცხყოფებზე. როდა კონკრეტულად რა იგულისხმება, იმიტომ რომ ერთგვარად რა არის ის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც საქართველოს ხელისუფლება არ მოითმენს და ამის იქით არის დიალოგი შეუძლებელი. დააკვირდით არსებული დღევანდელი ინფორმაციების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ხომ? დღეს მოხდა, მე მგონი, აგრემენტების გადაცემა და აღიარება ჩვენი ელჩის, ხო, 7 თვის მოლოდინის შემდეგ. ხო, ეს რას ნიშნავს? ხო, შეიძლება ელემენტარული საკითხია, ხო? ყველა ქვეყანაში არსებობს ამა თუ იმ ქვეყნის საელჩო და ელჩი და მეც აქ მიწევს უამრავი, ასე ვთქვათ, ელჩის მიღება და დადასტურება იმის, რომ ისინი წარმოადგენენ მათ ქვეყნებს და ეს ელემენტარული რეგლამენტის თემა არის, ხო? და წარმოვიდგინეთ, ეს თემაც, რომ ალბათ გავაძლებით და როგორი სიცხვილი იქნება ჩემი აზრით, ვინმე ღირსეული როცა მოვა, ალბათ გაიაზრებს, თუ გაიაზრებს ამ
დღევანდელ სიტუაციას თუ როგორ იქცევდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართ, რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინოა და ჩვენ არ ვყოფთ და ვერავის ვერ მივცემთ პრივილეგიას, რომ ვინმე არის ასე ვთქვათ, წამყვანი ევროპელი ქვეყნის წარმომადგენელი და დამამცირებელია ვინმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ხო, ჩვენ არ ვყოფთ ასე, ჩვენ სამართლიანი დამოკიდებულება გვჭირდება და თუ ვინმე იქცევა არასწორად და შეურაცხყოფელად, იმას ჩვენ ვამხელთ და ვაღიარებთ. ეს არის ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება, რაზეც მე მქონდა საუბარი, ვერ მივცემთ უფლებას ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი მეობიდან, ჩვენი, ასე ვთქვათ, წარმოშობიდან, რომ ვინმეს ასეთი დამოკიდებულებით კონდეს ჩვენთან ურთიერთობა. ამიტომ ხომ დავინახეთ, რომ გვიან, მაგრამ ეს პროცესები შეიცვალა. ასეთივე იმედით უყურებთ, ჩემი აზრით, რომ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ამით რაღაცა პროცესებს არ ვაჩერებთ, ჩვენ ვიცით, პირიქით არის ეს ყველაფერი, რომ ჩვენ გვძნობთ, რომ ისინი არიან განსხვავებულ სიტუაციაში, მათ აქვთ უხერხულობა, ისინი ცდილობენ სხვადასხვა საშუალებებით, რომ შეარყიონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ალბათ მთავარი საკითხი რაც არის, ვისი საშუალებითაც ისინი ცდილობდნენ, რომ ჯერ ასე ვთქვათ, არჩევნები არ ეღიარებინათ ჩემს წინამორბედზე გესაუბრეთ, ჩემი ასე ვთქვათ, აღიარების თემას და არჩევნებიც ამ ჭრილში არის, ხომ? ეს ერთიანი პროცესი, რომელიც შესახებას თქვენს, ასე ვთქვათ, ჩემს წინა პროფესიაში არაერთხელ მისაუბრია და სხვა შორის წინსწრებითაც მithქვამს, რომ რა უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ მქონდა ურთიერთობა, ფლობდით ინფორმაციებს, რომელიც დღეს ძალიან დასუსტებულია და მილევად რეჟიმშია, როგორც ჩემი წინამორბედი და აღარავის აინტერესებს მისი როლი. აქედან გამომდინარე ეს პროცესები დარწმუნებული ვარ ჩვენი პრინციპული პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი ასე ვთქვათ ღირებულებების დაცვით და ოღონდ არაზრუნ შექცევით, არამედ მზაობით, რომ ჩვენ მზათა ვართ. მიუხედავად ამ პროცესებისა, ნებისმიერ დროს გავაგრძელოთ დიალოგი, ეს მზადყოფნა ჩვენ ასე ვთქვათ გაჟღერებული გვაქვს. უბრალოდ პასუხობთ ხოლმე არსებულ მდგომარეობაში, ვიცით, ხო, ეს გზავნილები როგორ იგეგმება, ვისი მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის გაჟღერება და აღარ არის დასამალი, რომ ეს ეგრეთ წოდებული რადიკალური ფრთა ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ უკვე სახელწოდებაც არის მათთვის შერჩეული, ეს არის აგენტურა და პირდაპირ ხელისგულზე ჩანს მათი ქმედებები, არსებულ ნებისმიერ ნეგატიურ ასე ვთქვათ, გზავნილებზე, როგორი აღტკინებით არიან, პირდაპირ ერთიანი მესეჯ ბოქსით მოქმედებენ, ნებისმიერ, ასე ვთქვათ, გამოწვევაზე და ნებისმიერ პრობლემაზე, აი მეტეოროლოგიურ და ასე ვთქვათ, სტიქიის დონეზე არიან დასული, რომ თუ რაღაცა სტიქიური უბედურება დაასწრა ჩვენ ქვეყანას, ამით ხარობენ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ეს ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას, რატომ? იმიტომ რომ ეს ერთიან პროცესში უნდა იხილებოდეს, რომ დააყენონ საზოგადოება და ამ თვალსაზრისით არიან ერთიანები და ეს პროცესი მილევადია, რადგან ვერ გატეხეს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოება, თუმცა ბოლო მცდელობები არის, ალბათ ამ წელსაც ექნებათ რაიმე სახის მცდელობები, ან მე შეცვლიან კურსს, ვინმე ახალ ხალხზე გააკეთებენ აქცენტს, თუმცა ეს ჩვენ გამოცდილება შევიძინეთ და რა თქმა უნდა ამას უწევთ ანგარიშს, თუმცა ხედავს ჩვენი საზოგადოებაც, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად იხვეწება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები და ასევე ქვეყნის განვითარება, რომელსაც შემიძლია გითხრათ, რომ გარდა ამ ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისა, რომლებიც თითქმის ერთიანი გზავნილია, რომ ყველა ერთმანეთს აღნიშნავს საქართველოს პროგრესს და ამიტომაც უკვე არათუ დიალოგის რეჟიმშია ჩვენი პროცესები, არამედ უკვე ხელმოწერებია პირდაპირ, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებებზე და ქმედებებზეა გადასული, მაგალითად, სულ რაღაც ახლო წარსულში იყო უზბეკეთის პრეზიდენტი, თურქმენის პრეზიდენტი, რომლებიც პირდაპირი პროექტებით არიან ჩამოსული, მემორანდუმები იქმნება, ასევე ჩინეთთან მიმართებაში, ასევე ყაზახეთთან მიმართებაში. აზერბაიჯანი და სასომხეთი და თურქეთი ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი
დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, სამშვიდობო პოლიტიკასთან ერთად ეს კორიდორი ძალიან საინტერესო ხდება და ესეც ღიმლის მომგვრელია, რომ ამ პროცესებით დაინტერესებული ევროკავშირი, ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას მაგალითად აზერბაიჯანთან, ამ ქვეყნებთანაც აქვთ ხშირი კავშირი და ამ დროს თითქოს რაღაც იგნორირება ხდება, რომ საქართველოს გარეშე თითქოს უნდა მოხდეს ამ პროცესების განვითარება, რომელიც სასაცილო შეუძლებელია გეოგრაფიას და ამ ჩვენს ადგილმდებარეობას ვერავინ ვერ შეცვლის და შეუძლებელია ჩვენს გარეშე ამ პროცესების განვითარება და ღიმილის მომგვრელია გვიყვებიან ჩვენი კოლეგები სასაცილოდ არ ყოფნით, როცა საუბრობენ და საქართველოს კი ახსენებენ როგორც ასეთი დაფარულ თითქოს მოლოდინის რეჟიმში, აქ ხელისუფლებას შეცვლიან და მაშინ შეცვლიან დამოკიდებულებას, რომელიც წარმოუდგენელი ეს ვერ მოხდება. ვერავის ვერ მივცემ ამის გარანტიას, პირიქით ჩვენ საზოგადოებას მიმართავ, რომ ძალიან კარგად ვითარდება ეს პროცესები, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდას და ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებს ამ გზავნილებს ცდილობენ, რომ რაღაცა დააზიანონ და დააკრინონ ჩვენი ეს პროგრესი და ეს არსებული რეალობა საქართველოს სახელმწიფოსი, მიუხედავად ამისა, ვერ განახორციელებენ ამას და ჩვენ გავაგზელებთ აღშენებლობასაც და კიდევ უფრო მეტად ვიქნებით მოწადინებულიც და მოტივირებული, რომ ყველა მიმართულებით ამ მრავალპოლოსიან სამყაროში ეს მულტივექტორულობა უნდა დავასახელო, რომელზეც შეიძლება ქილიკიც მიდის, იმიტომ რომ თითქოს რა სამწუხაროა რა დღეს ქილიკთან ერთად ბატონ პრეზიდენტო ისეთ არის გარკვეული სიფრთხილე, სკეპტიკური დამოკიდებულება და საუბარი რისკებზე, რომ საქართველოს თავისი რეგიონული მოცემულობიდან გამომდინარე არის ქვეყანა, რომელსაც უნდა ყავდეს ერთი ძლიერი პარტნიორი, როგორც გარანტი მისი კეთილდღეობის და უსაფრთხოების და ამ შემთხვევაში ეს მრავალვექტორული პოლიტიკა ქმნის საფრთხეებს, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა აღმოჩნდება პირისპირ ოკუპანტის წინაშე. აი ამ საფრთხეებზე რა შეგიძლია თქვა, რადგან თქვენი ოპონენტები თეორიული თვალსაზრისით შეგვიძლია მსჯელობა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, პროცესისა, რომ ერთი ქვეყნის საფარქვეში იყოს ქვეყანა და მისი, ასე ვთქვათ, კარნახით ცხოვრობდეს, ჩვენ ხო ეს გამოვიარეთ. ეს გამოცდილება ჩვენ დავაგროვეთ, ჩვენ გამოწვევებიც გქონდა, ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ, ჩვენ მარტონი დავრჩით სულიად შიშველი ჩვენს მტერთან სხვადასხვა დროს და ჩვენ საკუთარ გამოცდილებაზე გვაქვს ეს გადატანილი. არა მხოლოდ ამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არამედ მთელი ისტორია ამას კარნახობს და არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად იარსება და საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყერებინა ჩვენს, ასე ვთქვათ, წინაპარს და მმართველს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობები და ამასაც ხომ არ ვალავთ ბოლო წლების მანძილზე, თუნდაც ქართული ოცნების მმართველობის დროს იყო ბევრი ისეთი საკითხი, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. სხვადასხვა მიზეზებით, იმიტომ რომ ჩვენ გუნდშიც ყავდა, ასე ვთქვათ, ამ გარე აქტორების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსები და გუნდის წევრები და ხშირ შემთხვევაში გვიწევდა მოთმენა და რაღაცების სხვადასხვანაირად გადათამაშება. თუმცა ეს პროცესები წარსულს ჩაბარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და როცა ჩვენ ეს ნაბიჯები გადავდგით და ეს პირდაპირ ემთხვევა მანამდე იყო ეს პროცესები, მაგრამ ჩვენ უკვე მომზადებული შევხვდით, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ განხორციელდა გახსოვთ ალბათ და საზოგადოებასაც ზეწოლა და სწორედ იქ მოხდა ჩვენი მომზადებული პოზიციების გაჟღერება საზოგადოებასთან ერთად და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და ეს სახეზია და ჩვენ დავინახეთ, რომ გარდა იმისა, რომ ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე განვითარების ასე ვთქვათ, დიდი ნაბიჯები გადავდგით და სახეზია ეს ყველაფერი ბოლო 2-3 წელიწადში თუ როგორი, ასე ვთქვათ, დინამიკაა ნებისმიერი მიმართულებით, თქვენ თვი არ გავა სტატისტიკას, საერთაშორისო რეიტინგები და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სხვადასხვა
ასე ვთქვათ, პარამეტრებით ხდება შეფასებები და თითქმის ყოველთვის დაწინაურებული და ძალიან დიდი ნაბიჯებით არის პროგრესირებული ჩვენი ქვეყანა. ეს ხო ფაქტი, ამას ხო ვერავინ ვერ უარყოფს. ეს არის რეალობა. არა ის რეალობა, რომელსაც ამ ილუზორულ სამყაროში ცდილობენ ეს აგენტურა წარმოაჩინონ, რომ იღუპება ქვეყანა, ნადგურდება ქვეყანა, ციფრებს და სტატისტიკას ხო ვერ წაუვა ვერავინ და შესაბამისად ჩვენს გონიერ საზოგადოებას, უმრავლესობას, რომლის საშუალებითაც მოხდა ამ პოლიტიკის წარმოება, ეს არავინ არ დაიჯეროს და ვერც ვერავინ ვერ დაიჯერებს დამოუკიდებელი ქვეყანა საკუთარი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავს და ეს ხო ჩვენ პირდაპირ შეხებაში ვართ ამ პროცესებთან და ჩვენი ხალხი რომ არა ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ეს პროცესები ასე ვერ იქნებოდა და ვერც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა დამერწმუნეთ, ამაშიც აი მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რომ ძალიან კარგად ფლობენ ყველა ქვეყანა ინფორმაციას თუ რა ხდება საერთოდ სოფლიოში და ერთოდ საქართველოში და ამიტომაც არიან ესე თამამად ჩვენს მიმართ რომ განვახორციელოთ საერთო პროექტები. ამას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება და ხო, მაგრამ არგუმენტები, რომელიც გვესმის ხელისუფლების კრიტიკოსების მხრიდან არის ის, რომ ახლა ქვეყანა კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომ მაგალითად მოგვისმენი ასეთი არგუმენტიც, რომ უკრაინა ტრილიონებს მიიღებს, საქართველოს კი არაფერი შეხვდება, უფრო მძაფრად იყო ეს ნათქვამი, რომ შუადერეფანი გაივლის ჩვენი გვერდისავლით და ბევრი სხვა მსგავსი არგუმენტი რომ ევროკავშირი გაფართოვდება და ჩვენ იქ არ ვიქნებით. საინტერესოა შეიცვლება თუ არა აქ თუ არა ვინმე შესაძლებლობა გეოგრაფია შეცვალოს და რას უპასუხებდით იმ არგუმენტებს, რომელიც ისტორიული შანსის დაკარგვას ეხება. გიორგი, მე მესმის თქვენი, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ამ პროცესებს მართლა ნამდვილად რასაც აფერხებს, ეს არის ჯანსაღი ოპოზიციის არსებობა ჩვენს ქვეყანაში და ძალაუნებურად როცა ჟურნალისტი ხარ და მუშაობ, იმ აზრის გაჟღერებას ცდილობ, რომელიც არსებულ რეალობაში არსებობს, ხო? აი წარმოუდგენელია. რადგან ამ აზრებს ყავს გარკვეულწილად მხარდამჭერებიც. ხო, და მაგას გულისხმობ, რომ ძალიან მცირე მხარდაჭერები ყავს, მიუხედავად იმისა, რომ უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ ისინი არიან უმრავლესობა და ამ, ასე ვთქვათ, ილუზორულ, ასე ვთქვათ, პროცესებში ამყოფებენ იმ საზოგადოებას, რომელიც მილევადია და არ ვიცი, არაერთხელ მისაუბრია, შეწოდებას ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები, თუმცა ეს მათი არჩევანია, თუმცა ვისურვებდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნებოდნენ ჯანსაღ, ასე ვთქვათ, აზროვნებას და რეალურად შეეფასებინათ. არავინ არ თხოვს მათ, რომ გინდა თუ არა შენ ხელისუფლების მხარდაჭერი გახდი, მაგრამ რეალობის შეფასება უნდა შეეძლო და რეალობის შეფასება რო შეეძლო და სიღრმისეულად უნდა შეხედო ამ პროცესებს და არ უნდა დაივიწყო ერთი დღით არ უნდა იცხოვრო, უნდა გადახედო წარსულს, ვინ რითი სულდმოლობდა, ვინ რას იძახდა და ვისი, ასე ვთქვათ, გზავნილები გამართდა. ჩვენ ხო ამ ფაქტებზე დაყნობით გესაუბრებით, რაც კი ვისაუბრე, ხო ჩემს სურვილებზე და ჩემს რაღაც მოგონილ ფაქტებზე არ ვსაუბრებ, განხორციელებულ დინამიკაზე მაქვს საუბარი და შეფასებებზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მმართველები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები აკეთებენ. მე სხვათა შორის ჟენევაში გახდით საკმაოდ საინტერესო ფორუმზე ხელოვნური ინტელექტის როლი არსებულ რეალობაში დაახლოებით 100 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, გაეროს ეგიდით ჩატარდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, სადაც ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიყოთ მოწინავე ამ პროცესებში, იმიტომ რომ იქ გამოითქვა საშიშროება, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეს პროცესები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით და მას შეუძლია თუ გავა კონტროლს მიღმა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნებსაც და ადამიანებსაც და ჩვენი ფუნქციას და როლიც ის არის და ამ საერთო პროცესებში ჩართვისა და ინიციატივისა, რომ სწორედ ეს პროცესები დავიცვათ საზოგადოება, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, დავიცვათ ადამიანი და არათუ დამაზიანებელი, არამედ პირიქით გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი დამხმარე საშუალებად, რომ უფრო მეტის შექმნის, უფრო მეტი თვითრეალიზების ადამიანებისა და ქვეყნებისა მართლაც აქვს ეს როლი და შესაძლებლობა ხელოვნურ ინტელექტს და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო, მე შევხვდი გენერალურ დივანსაც, სხვა შორის ამ საკითხთან ერთად მე გამოთქვი სურვილი და
იქნება ამაზე, ასე ვთქვათ, გამახვილებული ყურადღება, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩატარდეს ეს ფორუმი. ძალიან სწრაფად ხდება ამ საკითხებით დაინტერესება. სულ ახლახანს ჩინეთში ჩატარდა, თავად სი ძინპინის ხელმძღვანელობით მოხდა ამ საკითხის მიმართ ფორუმის ჩატარება და ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვავთ, რომ საქართველოს იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, კარგად წარმოდგენილი და გვექნება ინიციატივები, რომ არ მოვსდეთ ამ პროცესებს და პირიქით საჩვენოდ გამოვიყენოთ ეს თემა, რომ აქ მოხდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ეს ხელოვნური ინტელექტის როლი იყოს შესაბამისად გამოყენებული, რომ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ უფრო განვითარებული, ძლიერი და ჩვენს მოქალაქეებს გქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭის რეალიზებისა. ცოტა გადაუხვიე თემას, მაგრამ მაგდას დაუბრუნდებოდი, რომ ეს წარსულს ჩაბარდა თავად ის ქვეყანა, რომლის საფარქვეშაც იყვნენ ქვეყნები, თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ქონდათ ალბათ ყველაზე მეტი აქცენტი, ხო? თავად ის ქვეყანა აღარ არის ამ როლში და თავად განაცხადა იმ დეკლარაციის საშუალებით, ყველას გაუგზავნა გზავნილი, რომ თავარი არის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და შემდეგ, ასე ვთქვათ, ყველას მოუწოდა, რომ ამ გზავნილებით იხელმძღვანელონ, რა თქმა უნდა, ინტერესების თანხვედრა ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენ განვიხილავთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, თავად იყვნენ იმ წინა ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, შემფასებლები და ძალიან მკაცრი შემფასებლების და იცის საზოგადოებამ თუ არსებულმა ადმინისტრაციამ როგორ შეაფასა მათი წინამორბედი, რომელიც თანხვედრაშია ჩვენ შეფასებასთან, ჩვენ პირდაპირ კავშირში ვიყავით თუ როგორ ცდილობდნენ აქ მოვლენების, ასე ვთქვათ, ძალადობრივ რეჟიმში გადატანას და ეს არსებული აგენტურა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებით, როგორი შეკრული, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია იყო იმ წლებში წარმოდგენილი, ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ეს მილივად რეჟიმშია. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას და პირდაპირ რამოდენიმე კვეთა იყო, ესეც არ დამიმალავს თქვენს ეთერში, საზოგადოებისთვისაც არ არის ეს დამალული, როცა მე გაეროში ვიყავი, მაშინაც მქონდა შეხება და საუბარი, მოკლე საუბარი, შემდეგ ოლიმპიადის გახსნაზე და მიღებაზე იქაც მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გასაუბრება, როგორც ჯეიდივენსთან, ასევე მარკო რუბიოსთან და რასაც ჩვენ საზოგადოებას პირდაპირ ეთერშიც და ისეც უმხელთ და ვეუბნებით, რომ ჩვენ ღია ვართ და მზათა ვართ ახალი ფურცელი გადავშალოთ, გადავტვირთოთ და დავიწყოთ ღირსეული, როგორც ამ ორ ქვეყანას ეკადრება, ისეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მათი პასუხია, რომ ისინი, რა თქმა უნდა, მზაობას გამოთქვავენ, თუმცა ჭირდება დრო. იყო ამაზე ერთხელ საუბარი, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი არის დატოვებული და ამის გაწმენდას დრო ჭირდება, ეს მათ სიტყვებს გეუბნებით, მე არ ვიცი კონკრეტულად რა ხდება. გასაგებია ჩვენთვის, რომ ამ გამოწვევების ფონზე, როცა სხვადასხვა მიმართულებით ამდენი პრობლემა არსებობს და ამ პრობლემებში პირდაპირ ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ვერ მოუწოდებ, რომ გინდა თუ არა დღის ეს რიგში გადმოვიტანონ საქართველოს საკითხი, ეს ბუნებრივია და ჩვენ ამისთვის არაფერი ძალისხმევა, ზედმეტი ძალისხმევა ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ცხოვრობთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს პრობლემებზე ვართ ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება გადატვირთვა და ახალი ფურციდან დაწყება ჩვენი ურთიერთობების, თუმცა ეს მათ მხარეს არის ბურთი და მათი, ასე ვთქვათ, მოლოდინია და ჩანს ნამდვილად, რომ ეს ურთიერთობები უკვე გაჯანსაღებულია, კომუნიკაცია არის, მათ შორის თქვენი პირადი დამსახურებით, პირადი კომუნიკაცია და მოლოდინი არის ოპტიმისტური თქვენი მხრიდან. სხვა შორის მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების თანხვედრა, რაზეც არაერთხელ იყო საუბარი და ის, რომ შეერთებული შტატები დღეს არის ინიციატორი პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის. ამის თაობაზე ძალიან დიდი შეხვედრა გაიმართა, სახელმწიფო მდივანი იყო, ასე ვთქვათ, მთავარი მომხსენებელი ამ საკითხზე და ეს არის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას. როგორი არის თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე, როგორ უნდა დაიძლიოს სიძულვილი საზოგადოებაში?
ხო, სხვათა ძალიან საინტერესო იყო და მადლობა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე მარკო რუბიოს, რომ მიიწვია ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ის პროცესები, რომელიც საქართველოში ვითარდებოდა ამ ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ აგვინიშნავს, რომ არ ვიცი, 5 თუ 4 მცდელობა რევოლუციის აღკვეთა ჩვენმა სახელმწიფომ გარედან ინსპირირებული, ეს თქვენც ძალიან კარგად იცით და ძალები, რომლებიც ამ პროცესებში აქტიურობენ, არიან მომზადებული ძალები და რაში იყო თანხმდება. მოდი ჯერ ამას დაუბრუნდები, რომ როცა ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა ბაიდენის ადმინისტრაცია, გახსოვთ პირველივე შეტევა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის პატრონ, ასე ვთქვათ, დაწესებულებებზე, USAID-ზე და იყო დიდი კორუფციის წყარო და პირდაპირ იყო გაჟღერებული, რომ ეს ორგანიზაციები ცდილობენ სხვა ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილებას. და ერთ-ერთი იყო დასახელებული საქართველო. ეს ხოლმე ყველასთვის ნათელია. თანხმედრა რაში უნდა იყოს, რომ თუ ჩვენ თანხმდებით და ჩვენ გვჯერა, რადგან მარკო რუბიო ამ საკითხებზე საუბრობს და ეროვნულ ინტერესზე და სუვერენიტეტზე და ხელისუფლებებზე გვაქვს საუბარი, ჩვენ ამაში გვაქვს თანხმედრა, რომ უნდა პატივი ვცეთ არჩეულ ხელისუფლებას და ის რაც დღემდე გრძელდება და უფრო მეტად ეს ორმაგი სტანდარტი ვითარდება აი ზუსტად ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და ეს ძალები, რომელიც მათი დაქვემდებარების ქვეშ არის, თქმა უნდა ხდება მათი დატრენინგება. და თუ დავაკვირდებით, აი მე ჩემს წინა ასე ვთქვათ, თქვენთან გადაცემაში ასე ვთქვათ, სიარულს ვიხსენებ, როცა ამ პროცესებზე მე წინასწარ საუბრობდი, რომ ეს წინასწარ ხდება მომზადება ამ ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, რაღაცა გაურკვეველი თითქოს იმიჯის შექმნა ხდება, თითქოს რამეს წარმოადგენდნენ ეს ახალგაზრდა აქტივისტები და მათი საშუალებით ხდება სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და ვიხილეთ კიდევაც, ხო? წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგა იყო პარლამენტში, კაცო, ამდენი ხანია ვიცნობთ მაგალითად, ხო? ეხლაც იყო მაგაზე საუბარი, ალიკო ელისაშვილზე, ხო? როგორ ხდება ხოლმე შეფასება, რომ რა თქმა უნდა, ვერაზოს ვერ წარმოვიდგენ ადამიანი ასეთი, ასე ვთქვათ, წარსულის, რომ პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი იყო, რაღაც აღტკინებული პატრიოტიზმით, რაღაცა ადამიანური გზავნილებით, რაღაცა ოჯახი, ეს ურთიერთობები, რაღაც და უცებ ესეთი ადამიანი ესეთ საქციელს ჩადის. ხო, კითხვა იბადება, რას უნდა უკავშირებდეთ, რა განახორციელებინა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ ამ მთლიან პროცესს, სადაც ეს ყველაფერი იგეგმება და ვის მიერაც იგეგმება და არაერთხელ გვისაუბრია აკერმანის, ასე ვთქვათ, ტრენინგებზე, სხვა კი არაფერი არ ხდება რა და პირდაპირ მაგალითია ფიცოს დაჭრის, ხო? ვინ დაჭრა ფიცო, თუ გახსოვთ, ხო? ვინ იყო ის პიროვნება, ვინც ფიცო დაჭრა, ხო? მწერალი, პოლიტიკოსი, თითქოს გაბრაზებული რაღაცა სპეციალურად ხდება ესეთი პერსონაჟების მოძიება, იმიტომ რომ დაქირავებული მკვლელი და ის უკვე ყველასთვის თვალში საცემია და ვერ დამალავ ამ პროცესს, მაგრამ გაბრაზებულს და დამუშავებულ პოლიტიკოსთან, ისევ აქტივისტთან, რაღაცა ასე ვთქვათ, პოეტს, მწერალს, რაღაცა მხატვარს, ჟურნალისტს, აი ესეთ ადამიანებზე ხდება ნადირობა, რომ ესეთი ადამიანები დაამუშავონ, რომ გაბრაზებულია და აი ეს პოლიტიკა და ეს ასე ვთქვათ პროპაგანდა, რომელიც წინასწარ ხდება ამ თემების დამუშავების, რომ ხო გახსოვთ ეხლა მე თქვენ ეთერში ვსაუბრობდი, რომ როცა ვერ მოახერხეს მთლიანად ამ ახალგაზრდების ჩართულობა აი ამ გამჭირვალობის კანონის დროს, ხო გახსოვთ? შემდეგი ეტაპი იყო ასაკის დაწევა. და თუ გახსოვთ თქვენ მათი ტელევიზიის საშუალებით, როგორ გამოყავდათ პედაგოგები, უმცროს კლასელები, ანუ უფროს კლასელები, უფრო სწორად, ანუ ასაკი დაწიეს, იციან, რომ საქართველო არის, საერთოდ ქართველი ადამიანი არის აფექტური, ემოციური და თუ მოხდებოდა, ასე ვთქვათ, ამ ასაკის ადამიანის ან თითქოს შემთხვევით, ან გარდაცვალებიდან შემდეგ
ეს იქნებოდა იმის საფუძველი, რომ რა თქმა უნდა, ეხლა იქ პოლიტიკაც გვერდზე გადაიწევა, ხელისუფლებას ყველაფერი, რომ ახალგაზრდა ადამიანი ხდება და იქ ყველაფერი წაშლილია. გახსოვთ კიდევაც, რომ ერთი პერიოდი, როცა წინ პლანზე გამოიყვანეს ეს ხალხი, შეჯახება მოხდა პოლიციასთან და მერე მშობლები გამოიყვანეს, რომ როგორ ბედავთ ჩვენ ბავშვებს როგორ უთხრათ. გახსოვთ ეს კამპანიაც იყო, გაიხსენეთ. ეს მერე შემდეგ ბუნებრივად ხდება, რომ ადამიანები თითქოს ნეიტრალები უყურებენ ამ პროცესებს, მაგრამ კიდე კარგად მინდა, სხვათა შორის მადლობა მინდა ჩვენ საზოგადოებას, რომ ძალიან გაგებით შემდეგ მოეკიდა ამ ყველაფერს და სწორედ ეს არის ჩვენი როლი, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, მსგავსი საქციელი, მსგავსი გზავნილები, მსგავსი ექსცესები იყოს აცილებული, იმიტომ რომ ეს მიდის პირდაპირ დაპირისპირებასთან, ეს მიდის პირდაპირ სამოქალაქო ომთან, რომელიც გამოვლილი გვაქვს, ნანახი გვაქვს, ამანაც მოგვცა ჩვენ გარკვეული შესაძლებლობა იმისა, რომ წინააღმდეგით და ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი არ არის, რაც დამოუკიდებლობა აღდგა, ხომ, 90-იანი წლების შემდეგ და ეს ადამიანები ცოცხლები ვართ, ის ყველაფერი ვინც გაიარა ეს პროცესები. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი ნათელია. აქ ერთი რამე არის, რომ ვეცადოთ, მიუხედავად ამ მედია საშუალებებისა და სოციალური ქსელებისა და ამ ეგრეთ წოდებული დაფინანსებული აგენტურისა, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ხან პოდკასტებით, ხან რაღაცა თავიანთი ვიდეო ჩანაწერებით რაღაცა გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე, დარწმუნებული ვარ, რომ აი სად დავინახე კიდევ უფრო მეტად საზომი ჩვენი საზოგადოების და კიდევ უფრო მეტად რამ გამიმყარა, ასე ვთქვათ, ჩემი შინაგანი განწყობა კიდევ უფრო მეტად მყარი გახდა, როცა ჩვენი უწმინდესი და უნიტარესი გარდაიცვალა, იქ მოსულმა საზოგადოებამ, რომელიც არ ჩერდებოდა დაახლოებით 1.300.000 ადამიანმა შენძლო რომ პატივი მიეკო და ეს საზოგადოება ჩემთვის არის, ეს არის საქართველო, რომელიც ითმენს, რომელიც ყურადღებით აკვირდება და რომელიც გვერდში გიდგება, როცა მართალი ხარ და როცა სწორგზას ადგახარ და ეს საზოგადოება არის. 17 მაისის თემაც შეგვიძლია რომ იქაც ძალიან დიდი რაოდენობა გამოწვია, მაგრამ იქ უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირე ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ამ მედია საშუალებებით და ამ სოციალურ ქსელებით თითქოს ცდილობენ, რომ ამ კუთხით ვინმეს მოვაჩვენონ, რომ ბევრი არიან, ნამდვილად ძალიან ცოტანი არიან, ის ცოტანიც რა დღეში არიან, ერთმანეთს როგორ ესაუბრებიან, ან ერთმანეთს როგორ შეურაცხყოფებს აყენებენ და ესენი ხო წარმოუდგენელი რამეა. ამიტომ არც მინდა რომ დავხარჯო, მაგრამ მე მაინც მაქვს სწორება ჩვენ საზოგადოებაზე იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება ხელისუფლება არ მოწონდეს, მაგრამ აი როგორ შეიძლება ვერ წარმომიდგენია, რომ ამ წესების შემოღება დაუშვათ, რომ მსგავსი პოლიტიკოსები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელიც წარმოიდგენეთ ერთმანეთს როგორ ესაუბრებიან, სულ რომ არაფერი, აი ამომრჩეველი რო ვარ და მინდა რომ არ მომწოს, ვთქვათ, ხელისუფლება, ქართული ოცნება, მაგრამ მინდა რომ ვინმე სხვა მივცე, აი ვის უნდა მისცენ? არ აქვს არჩევანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს დღეს. მართლა გულწრფელად საუბრობ, რომ ვის დამისახელებთ, რომ იმ წუთშივე მისი, ასე ვთქვათ, მძაგებელი არ იყოს და აი როგორც კი ვინმეზე ვიტყვი, ვთქვათ, ჩემს ვინმეს მეგობარს ვეთქვი, რომ მოდი რა, აი ამ ადამიანს, ამ პარტიას დაუჭიროთ ხარი, ხო წარმომიდგენია, რომ აი რა სურათი დადგება იმ წამსვე. აი 1 და 2%-იც კი არა აქვს და ეს საერთო რაოდენობა, აი ეს შემადგენლობაა, რომელიც სხვათა შორის ესეც მაგრამ კონტრარგუმენტებს, რომელსაც ბატონო პრეზიდენტო ჩვენ ვისმენთ, არის ის, რომ იზღუდება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება, რომ სხვადასხვა შემზღუდავი ნორმები წესდება და შესაბამისად ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ოპოზიციურ ელექტორატს და მათ ლიდერებს არ აქვთ გამოხატვის საშუალება. ხშირად მოგისმენიათ დარწმუნებული ვარ, მათ შორის პოლიტიკურ დევნაზე განცხადებები, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას სურს, რომ გააგზავნოს ციხეში. აი თქვენი პასუხი რა არის ამ ყველაფერზე? დიახ, ჩვენ არაერთი მცდელობა გვქონდა კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანისა, თუნდაც ამ ხალხთან, მაგრამ შეუძლებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს
ვერ დაველოდებით, როცა მე საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობდი, საგარეო პოლიტიკა განისაზღვრება ჩვენი შიდა პოლიტიკით. რა არის ჩვენი შიდა პოლიტიკა, ხო? რა არის საყრდენი დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოსი? და რამ, როცა ვსაუბრობდი, რომ გამიმყარა ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად დავინახე, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და რა ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ. ეს არის გზავნილი. თუ დააკვირდებით და ნებისმიერ შეუძლია, არქივი არსებობს და დაახლოებით ჩარშან ქონდა თქვენთანაც და სხვა ტელევიზიებთანაც ინტერვიუ, რომ ჩვენ ამ გზას დავადექით. რა არის ეს გზა? ჩვენ გჯერა პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსი. ეს არის რომ არ ვიცით, როდის წარმოიშვა, მაგრამ უძველესი ცივილიზაციის ნაწილი რომ არის, და ეს ქართეხილებში გამოვლილი ჩვენი მარადიული სამშობლო, რომელიც აქამდე მოვიდა. მჯერა მე მარადიული საქართველოსი, მარადიული ქართველის, რომელმაც ეს ყველაფერი აიტანა, გადალახა, შეიცნო, შეისისხურცა და ვიტყვი რა ღირებულებებზე მაქვს საუბარი, ხო? ამ ყველაფერ გამოვლილი დღეს მოვედით აქამდე და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ჩვენი ქვეყანა განავითაროთ. რა არის ეს ღირებულებები? ეს არის 7 საყრდენი, ასე ვიტყვი. და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაც გადაცვლილი ჩვენი პატრიარქის გზავნილი, ეს არის ღმერთი სამშობლო ადამიანი, ილია ჭავჭავაძის ასევე ეს ჩვენი საუნჯე დატოვებული მამული ენა სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე. აი ეს 7 საყრდენი ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო. ეს ისეთი სიმბოლოებია და ღირებულებებია, რომელსაც ერთსაც ვერ შევეხებით. ერთიც რომ უგულებელყოთ, დაირღვევა თავარი. ეს ის ღირებულებებია, რომლის გამოცდილებაზეც, რომლის საშუალებითაც დღევანდელი საქართველო და დღევანდელი ქართველი არსებობს. და შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ, ხო? რატომ აქვს ეს აქცენტი, რომ დღევანდელ გლობალურ გამოწვევებში ეს ღირებულებები სადღაც დარღვეულია. როცა ვსაუბრობ მე ევროპაზე და ევროკავშირზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ამ ღირებულებებიდან რამოდენიმე შევეხოთ და არ არის ემყარად, როგორც საქართველოშია და უნდა იყოს. ხო, როგორი დამოკიდებულება ძალიან ყველას მოგწონს. დასავლეთ ევროპა, ის ხუროთმოძღვრების ძეგლები, ეკლესიები, წმინდანების, ასე ვთქვათ, გამოსახულების შემდეგ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს შენობები არის მუზეუმის რეჟიმში, არა ცოცხალ რეჟიმში არის. არის როგორც ექსპონატები მუზეუმის. და ეს, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია იმ სახით, როცა შეიქმნა ეს ყველაფერი, მაგრამ დღევანდელ ევროპელ ადამიანს ძირითადად, ხო, არიან, რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანებიც განსხვავებულად უყურებენ და როგორც ცოცხალს ისე აღიქვავენ, მაგრამ ძირითადი ნაწილი ამას უყურებს როგორც მუზეუმს. ჩვენ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს მოვასწარით და გადავრჩით და ჩვენთან ეს ცოცხალი პროცესია. ამაზე მაქვს საუბარი, თუ ჩვენ ღმერთზე ვსაუბრობთ, ეს ღმერთის არსებობა არა თუ არჩევანის, ასე ვთქვათ, არჩევანი უნდა გააკეთო, გწამს თუ არ გწამს და არსებობს თუ არ არსებობს. ჩვენთვის ეს მიუღებელია, ჩვენთვის ღმერთი არსებობს. ისევე არის სამშობლოს ცნება, ეს ყველაფერი, რაც აქამდე მოიტანა ჩვენმა ქვეყანამ და მოიტანა რის ხარჯზე, ხო? სახელმწიფოებრიობას დაგვიკარგავს, დაქცაკსულებიც ვიყავით, ძალიან მცირეც დავრჩით, მაგრამ სწორედ ამ მცნებამ, ამ სამშობლოს გაგებამ ქართველისთვის, რომ ეს გადაერჩინა და აქამდე მოსულიყო, ეს ყველას ჩვენთაგანში არის და
ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, რომ სამშობლოს შეგრძნება ჩვენს ყოველდღიურობაში ნებისმიერ პროფესიაში უნდა არსებობდეს. ანუ რა მაქვს ხედველობაში თუ გავაგზელებთ ხომ ამ 7-ვე ღირებულებას, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჟურნალისტი ვარ, პოლიტიკოსი ვარ, მეცნიერი ვარ, პედაგოგი ვარ, არ ვიცი, კულტურის მუშაკების შემდეგ, ეს ღირებულებები სულ ჩემს თანხმედრაში უნდა იყოს. ეს არათუ ხელშემიშლის, არამედ პირიქით ამ ღირებულებებით უნდა მე ვაწარმოო ჩემი განვითარება ქვეყნისას და სფეროსიც. და თუ კარგად ჩაუღრმავდებით, არათუ ხელს უშლის, არამედ პირიქით უფრო მყარი და უფრო ძლიერია ნებისმიერი სფერო და ნებისმიერი ქართველი ადამიანი, ვინც არ უნდა ვიყოთ, თუ ამ ღირებულებებით ვიქნებით ძლიერი და რას მოგვიწოდებ და სწორედ ეს ვინ შექმნა და დიდი მადლობა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს და რომელიც დღევანდელი პატრიარქის საშუალებით და დღევანდელი საპატრიარქოს და ეკლესიის საშუალებით ეს ყველაფერი გრძელდება, მაგრამ საზოგადოებას ეს განცდა აქვს და ეს განცდა არა ამ შინაგანი განცდით უნდა დავშვეთ, არამედ ყოფაში უნდა გადმოვიტანოთ და ეს ჩანს, ამაზე მქონდა საუბარი, ეს ღირებულებები, რომელიც სულ მოლოდინის რეჟიმში იყო და ისე გამოასალმეს სიცოცხლეს ილია ჭავჭავაძე, რომ თავისუფალი საქართველო ვერ ნახა. დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და როგორ შეიძლება ამის მივიწყება, როგორ შეიძლება ქეთევან წამებული ისე განვიხილოთ როგორც წარსული და ისე გქონდეს ჩვენ დამოკიდებულება, რომ ნუ მაშინ ახლა ფეოდალიზმი იყო, მაშინ შეიძლება სხვა ასე ვთქვათ წყობა იყო და სისტემა იყო და ნუ ხო შეეძლო და მოკლედ რა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალება რომ მივცეთ და რა მაქვს ხედველობაში რომ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება არავის, მე იმას არ ვიძახი რომ ვინმეს თავზე მოვახვიოთ, მაგრამ შეგნებით უნდა იყოს, შესისხორცებული უნდა იყოს, რომ ეს ნაბიჯი რადგან გადადგა შეგნებული ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ხო უნდა გავაანალიზოთ, რომ ქეთევან წამებულის ეს გადადგმული ნაბიჯი აქეთ თუ დავინახავთ, რომ რა შესაძლებლობები თავისუფლად შეეძლო, ამ ყველაფერზე უარი თქვა, მაგრამ რა მაიძულა ამის გაკეთება და შენ თუ იმის წინაპრად თვლი თავს და თუ რაღაცა პრეტენზია გაქვს ამ ქვეყანაზე, როგორ შეიძლება ის ღირებულებები, რის გამოც ქეთევან წამებული ეწამა, ეს როგორც წარსული და ექსპონატი დატოვო მუზეუმში ან რაღაცა რწმენის საკითხად დატოვო. აქა ვარ, ჩვენ ვინმეზე კი არ ვსაუბრობ, ჩემ თავზე ვსაუბრობ, შეიძლება მეც ესე მეფიქრა, მაგრამ დღევანდელმა რეალობამ ამ გამოწვევებმა დაგვაბრუნა ამ რწმენაში და მე დავინახე, რომ არსებობს ეს კონსოლიდაცია ამ ღირებულებების გარშემო, ჩვენს ყველა ღირებულებები ყველა ვიცით, მაგრამ უკვე უნდა გადავიტანოთ ნებისმიერ ჩვენს პროფესიაშიც და მიმართულებებშიც და ასე ვთქვათ სფეროებშიც. ამ ღირებულებებით უნდა იცხოვროს ჩვენმა ქვეყანამ და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ რა მქონდა მხედველობაში თქვენ არსებულ რეალობაზე მკითხეთ, არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ მათ არ უსმენთ, ჩვენთვის ეს უფრო ღირებულია, ამიტომაც არის დაწყებული რეფორმები და იქ მესამე რომ ყავს ადამიანი დასახელებული. ხო წარმოგიდგენიათ, რომ სამშობლო ადამიანის და პიროვნების გარეშე, ხო? და ჩვენ თუ ამ პიროვნების როლს არ გავითვალისწინებთ, ვიზეც უნდა დაეყნოს სახელმწიფო და ეს პიროვნება თავისით ვერ გაჩნდება, ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ აქვს, ამ ღირებულებებით უნდა აღიზარდოს კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნით, ასე ვთქვათ, რა ქვია კაცო, თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული, თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული, კონკურენტუნარიანი, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, თავის თანატოლი ახალგაზრდის მიმართ, იმიტომ რომ როცა ხელოვნურ ინტელექტს და თანამედროვე, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიებზე უნდა საუბარი, ჩვენ რაღაცა ბნელი იმით აზროვნებით კი არ უნდა ვიყოთ, პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ წარმატებულები და ნიჭიერი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდები გვყავს და ამ სფეროში იქნებიან მაგრები, მაგრამ ეს ღირებულებები თან უნდა სდევდეს და ეს არის სამშობლოს ცნებაც. და რა თქმა უნდა, ეხლა თუ გავაგზავნებთ, რომ ის ანუ თქვენ ოპონენტებს ეს ღირებულებები არ აქვთ, ანუ აქეთ მიყავთ საუბარი. ფაქტია. სამწუხარო ფაქტია. რა თქმა უნდა, არსებობს მათშიც, იმიტომ რომ ის ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, მაგრამ
ის პოლიტიკა და ის დამოკიდებულება, რომელსაც ისინი თავს უფლებას აძლევენ და ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, სიღრმეებში წავიდეთ, რომ რატომ აქ თქვა განსხვავებული ხედვა ამ კუთხით ჩვენს ოპონენტებს და როდის მოხდა ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, უგულებელყოფა სხვა მიმართულებით, ან სხვა კუთხით აზროვნება და სხვანაირი დამოკიდებულება ამ ღირებულებების მიმართ, ხო? შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთ პოზიტიური, ასე ვთქვათ, სურათი წარმოვადგინე საქართველოსი, მარადიული საქართველოსი და მარადიული ქართველის და იმ ღირებულებების, რომელსაც ქართველი ადამიანი იცავს, მოდი გულწრფელი ვიქნები და ამასაც პირდაპირ ვიტყვი, რომელიც ჩვენი უდიდესი ნაკლია, ჩვენი, აი ქართველების, რომლებმაც ეს შეძლეს ერთ მხარეს, რომ ქეთევან წამებული ეწამა ამ ღირებულებებისთვის და მეორე მხარეს ჩვენ ყავდა ადამიანები, ჩვენი სისხლი და ხორცი, რომლებიც საპირისპიროდ მოქმედებდნენ და ეს არის ჩვენი ქართველი ადამიანის ნაკლი, რომელსაც აქვს იმპულსურობა, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, ეს ნიჭი, რომ ის არის შემოქმედი და ის იზუნებს და ის მოკვდება საქართველოსთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენში არის მძაფრი ჟინი იმისა, რომ შური ვიძიოთ, პირველები ვიყოთ და გავანადგუროთ, აი იმ მომენტში ეს იმდენად მძაფრია, რომ ყველაფერზე წამსვლელები ვართ, მე შეიძლება ვინანოთ, მაგრამ ყველაფერზე წამსვლელები ვართ, ეს ყველაფერი გავანადგუროთ. ესეც ფაქტია და უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როგორც ისტორიული, ასე ვთქვათ, ფაქტებიდან დღევანდელ სიტუაციაში. ეს ჩვენი დიდი ნაკლია. აქ კითხვა იბადება ხომ, რა უნდა ვქნათ? ამის საპირწონით, რომ ღირებულებების დაცვა შევძლოთ და ჩვენ შევძლოთ ისეთი გარემოს შექმნა ჩვენს ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ექნება თვითრეალიზაციის საშუალება, ამ ღირებულებების საშუალებით, განათლების სისტემა, პროფესიის არჩევა და მაქსიმალური გაკეთება და ყველა პირობა იმისთვის, რომ გახდეს საუკეთესო, იყოს კონკურენტუნარიანი სხვასთან. მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ამ თვალსაზრისით ვზნობ, რომ უდიდესი ნიჭია, ისევია კულტურაშიც, მეცნიერებაშიც, ყველა მიმართულებით გვყავს გამორჩეული ნიჭიერი ადამიანები და დარწმუნებული ვარ, იქნებიან საუკეთესო, როგორც კი ეს სისტემა შეიქმნება და ამით უფრო ძლიერი ვიქნებით ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაგრამ სურვილი არაფერია, ეს პროცესები დაწყებულია. ისე ვიბრუნდები, რაზეც მქონდა საუბარი, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ხედავ, რომ ეს ყველაფერი მილევადია, საზოგადოებას ვესაუბრები და იყოს მყარად, რა თქმა უნდა, ხა შეცდომების და რაღაცა ექსესების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი ქვეყანა, შედარებითია, როცა ქილიკი მიდის, მაგრამ ფაქტია, ვერავინ ვერ წაუარო დღეს არსებულ ქვეყნებს შორის, რომელიც პროგრესირებს, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და ამას ყველა აღნიშნავს, ვერავინ ვერ უარყოფს. რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი? სწორედ ამ გამოწვევების, ამ გონიერი პოლიტიკის ხარჯზე და ის, რომ საგარეო პოლიტიკაში და ამ გამოწვევებს შენ ესე უპასუხე, რას უბრუნდები, რომ ამის საყრდენი უნდა იყოს მოქალაქე, ძლიერი, ვინ გვინდა, ხო? როგორი საქართველო გვინდა და როგორი ქართველი გვინდა, რომელიც იყოს პასუხისმგებელი ამ ქვეყანაზე. ესეც ხომ შეთანხმების საგანია, ამ ღირებულებით გამშვალული თავის პროფესიაში, ასე ვთქვათ, წარმატებული ქართველი. ანუ ისეთი გზა, საგზაო რუკა უნდა დაუსახოთ ნებისმიერ ქართველს, რომ მან შეძლოს თავისი ნიჭის რეალიზება და სრულყოფა. ეს არის დასანერგი პროცესი. ეს არის მთავარი საკეთებელი ხელისუფლების და ჩვენ ამ გზას შეუდექით. და რა უშლის ხელს ეს ნაკლი, რაზეც მქონდა საუბარი, ამ ნაკლის გაგრძელება არის პოლარიზაცია, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფები ასე შემდეგ. ეს რადგან იციან, რადგან ეს გარედან
იციან ჩვენი ხასიათი, ეს ნაკლი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ჭკვიანი ადამიანები ხელმძღვანელობენ ამ აგენტურას. მათ იციან ჩვენი ხასიათი, მათ იციან რაზე შეიძლება ჩვენ ერთმანეთს წავეკიდოთ და ეს არის პირდაპირ ხელის გულზე ჩანს. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიკვლიეთ, წლებია უკვე. ადრე გვეგონა რომ ესენი თავისი ასე ვთქვათ იმპულსურობით მოქმედებდნენ, მაგრამ თავისი იმპულსურობისა ეს დაგეგმილი პროცესია და მარტივად ჩანს. აი დღესაც რომ შევიდეთ სოციალურ ქსელში, რა მოხდა გუშინ, ხო? რაღაცა ერთ განხორციელებულ რაღაცა შეიძლება ნეგატიურ აქტზე, აი როგორი თანხwebdriver ერთიანი message box-ისა, იქ შეიძლება ჟურნალისტი იყოს, აქტივისტი იყოს, პოლიტიკოსი იყოს, ხელოვანი იყოს ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ ერთიანი ქსელია, ხო? სულ რომ არ გაგიგია, ეხლა არ მინდა სახელით და გვარის დასახელება, უცებ დღეს გამოვიდა და თურმე ინგრევა ქვეყანა და ეს რა ხდება და კრიმინალი გაიზარდა და შემდეგ. ეს მიზანმიმართული, ეს არის მარტივად არის კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვეუბნები, რომ ის რომ არ უნდა ჩანდეს პოზიტივი, ის რომ ვერ დაინახოთ თქვენ როგორ ვითარდება რეალობაში ქვეყანა, რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, მაგრამ ეს უნდა დაკნინდეს. ამის საპირწონედ ისეთი მოვლენები უნდა იყოს ზედაპირზე, რომ ეს პროგრესი უნდა დაკნინდეს და რის საშუალებით უნდა მოხდეს. ეს არის ის საშუალებები, რომლებმაც უნდა ტენონ ბოდიში ამ სიტყვებისთვის ეს დეзинფორმაცია როგორმე მოხდეს თქვენი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგია, ეს ტექნოლოგია ყველამის, მაგრამ ფაქტია, ვიღაცებზე მუშაობს, მაგრამ ის, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს არის პროცესი, რომელიც დაწყებულია, გრძელდება და ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ თქვით, რომ ვინმეს შეიძლება უჭირს ამის გააზრება, მაგრამ ნელა, მაგრამ ამ მიმართულებითაც მიდის, რომ ეს სიძულვილის ენა, ამ ჯარიმების საკითხი რაღაცნაირად მუშაობს და სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ამ ქვეყანაზე და თითოეულ მოქალაქეზე, ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ვერ მივცემ ჩვენ თავს უფლებას, რომ ამ სიძულვილის ენამ ხომ ვიცით ამის ბოლო რა არის, ხო? ამის ბოლო არის სამოქალაქო ომი. მერწმუნეთ, ეს გამოვლილი მაქვს. მე არ მინდა ეხლა ამ მაგალითს შევეხო, მაგრამ მე მგონი ალბათ საზოგადოებას, ჩემი ასაკისას თქვენ შეიძლება ნანახი გქონდეთ 90-იან წლებში ვიდეო ჩანაწერია, თუ ვინმე ღირებული, ასე ვთქვათ, ეროვნული ასე ვთქვათ, მოღვაწე ყავდა იმ წლებში, ერთ ოთახში არიან ყველანი ერთად. იცით ალბათ რა ვიდეოზე ვსაუბრობ, როგორი სიძულვილი ტრიალებს იქ. თითოეული პიროვნება იქ რო ავიღოთ, არის აი იდეალური იმისთვის, რომ თავისი ასე ვთქვათ, მოღვაწეობით რა შექმნა საქართველოსთვის და იცნობს საქართველოს საზოგადოება, მაგრამ ერთ ოთახში როგორ ესაუბრებიან, როგორ მიმართავენ ერთმანეთს, როგორი შეურაცხყოფა ხდება, აი ეს არის კატასტროფა. გესმით, რაზე მაქვს საუბარი? აი ეს შეგნებული ადამიანები, ჩვენი ღვაწმოსილი, ვისი მაგალითი და ჩვენ ვიზდებით, ეს ადამიანები შეკრებილი, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს. ერთი ნაბიჯია ამ სიძულვილიდან მერე ერთმანეთისკენ იარაღის მიშვერისა და ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ერთმანეთზე სროლისა და სიკვდილისა. ეს გამოცდილება რადგან გვაქვს და პასუხისმგებელი ყოველთვის არის სახელმწიფო. ის პროცესი, რომელიც დაიძრა და ესეც ხომ მარტივი რამეა, რომ თუ შენ რაღაცას წარმოადგენ, თუ რაღაცა შესაძლებლობები გაგაჩნია, რომ და საშუალება იმისა, რომ თან კაცო პრემიერ-მინისტრი ძდება შენს პირდაპირ დებატში. პრემიერ-მინისტრი, ვინც არის ამ ქვეყნის მთავრობის მმართველი, იმასთან გაქვს შენ შესაძლებლობა, რომ პოლემიკაში შეხვიდე იდისკუსიო რაღაცა შენი არგუმენტები წარმოადგინო და საზოგადოებას დაანახო მისი სიმცდარი და შენი სიმართლე და ამას არ იყენებ. ესეც ხომ ფაქტია და ეს ხო საზომია თუ ვინ რითი ცხოვრობს, ხო? ეს ადამიანები არიან, ძნელია, არ ვიცი, ადრე კიდე უფრო მე დროს უთმობდი, რომ მართლაც მქონდა ეს განცდა, რა სინდისის პატიმრები და რა რუსული კანონი. საცოდავი ადამიანები არიან მოტყუებული, რომლებიც ადრე თუ გვიან უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი მოატყუეს.
თუ ბოლომდე არ არიან აი ერთად შერწყმული. ეს იგივე ნაკლის თემა, ხო იცი, იხტიბარს არიტეხს რომ რა ასქვია ეხლა მე რა რო შევცდი. აი ეს უბედურება გვაქვს მეც მაგდა ქართველებს ესეთი რამე. გვაქვს ეს ნაკლია, რომ იმაზე დიდ მნიშვნელობას წირას ვანიჭებ, ისე რომ მე შევცდი. მე რა რო შევცდი, მაინც არ დაგითმო, მაინც გაგანადგურებ. ტყუანი ვარ, არა, ეს ჩემი ღირსება გადმომაქვს, მე რა რომ ტყუანი ვარ. იმდენად მძაფრია ეს ჟინი ერთმანეთის განადგურების, რომ მე ეს მაგალითები ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ გამოვცადეთ, გავითვალისწინეთ და ეს შეძლების და გვარად დამოკიდებულება, რომელიც თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პოლიტიკას, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ პროცესებს არ შეველევით და მივიყვანთ ბოლომდე და ეს არის ზუსტად ამ სიძულვილის, ამ პოლარიზაციის დამთავრებისკენ გზა და ის, რაზეც მანამდე ვისაუბრე, ეს არის მთავარი საკითხი. ეს ამაში არც ვართ კონსოლიდირებული ერი, რაზეც მე ვისაუბრე, მაგრამ ეს ჩანს თითოეულ ჩვენთაგანში და ჩვენ თუ ამისკენ ვიქნებით მიდრეკილი და თქვენ ოჯახ აშენებულებო, წარმოვიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობებია ესეთი უნიკალური კიდევ დაუბრუნდები ჩვენი ნიჭიერი ერისა, ამხელა კულტურის, ამხელა, ასე ვთქვათ, ჩვენი ადგილმდებარეობის, ხო, საოცარი ქვეყანა, ყველა გიждდება, აი მით უმეტეს იმ ფონზე რომ ვითარდება და ეს ტურიზმი და ჩემი მეგობრები ბევრი ჩვენს არია, წამყვანი ქვეყანაა, ალბათ ყველა დამეთანხმებით ხუთეულში შედის მსოფლიოში, ხო? ის ადამიანები ჩამოდიან და გაგიჟებული არიან, ხედავენ, ხო? არანაკლებია და არანაკლები ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას არ გადაუხვიოთ და რეალურად შევაფასოთ ის მოვლენები, რაც ხდება საქართველოში. და პასუხები მე მგონი შევეცადე, რომ რაღაცნაირად იქითკენ წამეყვანა საუბარი, რომ ნაკლები დრო დამეთმობ, თუმცა შევეხე ამ პროცესებს, მაგრამ უფრო მეტად საინტერესოდ ისაუბრეთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენც გვაქვს იმედი, რომ მართლაც აი მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით ვაჯობებთ ამ მენტალიტეტს, იმ პრობლემებს, რაზეც თქვენ უკვე გაამახვილეთ ყურადღება და დავცლებთ ამ სირთულეებს. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევები და აი ამ სიტუაციაში ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობას, სამეზობლოში ურთიერთობას და თქვენ დიდი პირადი წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ ეს ურთიერთობა გაღრმავდეს. სწორედ აი ამ საკითხზე მინდა ახლა გადავიდეთ, როგორ აფასებთ, რა ნიშნულზეა თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და ზოგადად რა პრინციპებზე დგას ეს თანამშრომლობა, რაც ჩვენს რეგიონს იდეაში როგორც კონფლიქტების რეგიონიდან გადააქცევს შესაძლებლობების რეგიონად. ხო, მანამდე შევეხე ამ საკითხებს და კიდე შემიძლია დავკონკრეტდე. ხო, არჩევის შემდეგ ჩემი ვიზიტები სამეზობლოში განხორციელდა და უბრალოდ ჩვენი პოლიტიკა, ეს მე რაზეც მქონდა საუბარი, რომ პოზიციონირება ვინა ვარ და რა მინდა, ხო? რომ ვარ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლად შემიძლია გადაწყვეტილების მიღება ჩემი ქვეყანას აწეხება, ჩემი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთსარგებელზე დაყნობილი. და ის ურთიერთობები, რომელიც გავაგზავნეთ და შემდგომში კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ, აქ საუბარია სამეზობლოში, მე ირანშიც ბრძანდებოდი და ესეც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს ქვეყანა ჩვენთან მიმართებაში ყოველთვის კონსტრუქციული იყო, აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მეგობრობა და ასე ვთქვათ, ეს ურთიერთპატივისცემის დამოკიდებულება ისტორიული რაკურსითაც და მე ქართველი საქართველოს როგორ შეიძლება ეს დავარღვიო და როგორ შეიძლება ის გამოცდილება არ გამოვიყენო და ვინმეს მივცე იმის საშუალება, იმის ლაპარაკისა, რომ ჩვენ რაღაცა სხვანაირად უყურებთ ამ პროცესებს. ჩვენ ვართ ღირსეული ერი და ამას მე რასაც ვლაპარაკობ, ჩემი ასე ვთქვათ, თანამოსაუბრე, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ირანის პრეზიდენტი, ის თავად საუბრობს საქართველოსზე და ჩვენს როლზე. ასევე საუბრობს აზერბაიჯანი, ასევე საუბრობს თურქეთი, ასევე საუბრობენ შუა აზიის ქვეყნები, ყველაზე ასე ვთქვათ, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამას საუბრობს ჩინეთი, რომელიც საუბარს იწყებს პირდაპირ ჩვენ ორი
უძველესი ცივილიზაციის ქვეყნები და როცა ესე იწყება საუბარი და თანასწორად გესაუბრება, ესე იგი შენ უკვე წარმოადგენ ღირსეულ ქვეყანას, რომ ესეთი ურთიერთობებია შენთან მიმართებაში და არავისთან დასამალი არ აქვს და ეს ღირსეული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მეუბნებ, რომ სამაგალითოც კი არის. დღეს ჩინეთის ელჩამ მქონდა საუბარი, მანამდე არ ვიცი ხა სერბეთის პრეზიდენტი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, სლოვაკეთში ვიყავი, ეს პროცესებია, რომელიც პირიქით იწვევს გავკვირვებას, ვინც ასე არ იქცევა. ეს ხომ ელემენტარული საწყისი ეტაპია ურთიერთპატივისცემის და ასე ვთქვათ, თანასწორობის ნიადაგზე საუბრის დაწყებისა, რომელსაც ამას არ ახორციელებენ და ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი, თორემ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს გასაკვირი კი არ უნდა იყოს. შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვიზეთ შენ აქცენტს აკეთებ ყოველთვის და ვერ მოცილდი, ხო? ამ ადამიანებისთვის, მოხდა როგორი ქილიკი მიდის, ჩემი იქ ჩასვლა, მერთან გაყვირება, როგორ ისაო წარმოიდგინეთ ახლა მათი აზროვნება და სიბეცე ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ ამერიკის საელჩოში იყო ისაო პრემიერ-მინისტრიო და აველაშვილი ირანში წავიდა და რა და რატო უნდა იყოს სხვანაირად და ვინ უნდა გვიკარნახოს თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ ვიტყვი რომ პირველად იყო უმაღლესი დონის შეხვედრა სერბეთთან ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისა რომ უზბეკეთის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი აქ იყო ურთიერთობები რომელიც მოდი ესეც სიმართლე ვთქვა, აი ვიზეთ შენ აპელირებ და ვიზეთ შენ საუბრობ, ნაბიჯს ვერ დგავდნენ თუ შეთანხმება არ ექნებოდათ, ასე ვთქვათ, საელჩოებთან მიმართებაში. მათ უნდა დაესტურებინათ, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდათ ქვეყნებთან და ამას ეძახდნენ ესენი იყვნენ აგენტურა პირდაპირ მნიშვნელობით და ჩანს კიდევაც. გადახედეთ მათ მოღვაწეობას, როგორ იქცეოდნენ და რას აკეთებდნენ და პირდაპირ ხელის გულზეცაც. ნუ კულუარებში ეს ადამიანები გახარებული არიანო შეცვლილია ეს პროცესი და გრძნობენ დამოუკიდებელი ღირსეული ხელისუფლების ურთიერთობას და ეს ყველა ზახარებს და კიდევ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა გრანდიოზული რამე შეიქმნება აქ არსებობს ინტერესების თანხვედრა ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს მაგრამ ეს ეტაპი რომელსაც ჩვენ უფრთხილდებით და ეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ თემას რომ მე ის რა თქვენ მოგახსენეთ რომ ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა იომა იბრძოლა იმისთვის რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემ თავს მივცე უფლება და ვიღაცის დაკვეთაზე ან ვიღაცას მოეწონება და არ მოეწონება და იმის მიხედვით განვახორციელო ჩემი პოლიტიკა ეს დამთავრებული ეტაპია უბრალოდ ვიღაცებმა შეიგნეს და დაგვიდგენ გვერდზე და საზომი გითხარით სად არის დღეს ძირითადი ნაწილი ქართული საზოგადოების და ეს ნაწილი ერთია რომელიც ესწრებოდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეებს და პირდაპირ ჩანს ამ საზოგადოების განწყობა იმიტომ რომ ის სიძულვილის ენა დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის ვინც არ უნდა იყოს ვერ გადააკეთებენ ქართულ ადამიანს ვერ შეიგნონ ვერც ერთი ამ ტექნოლოგიური რაღაცა ან პოდკასტებით და ამ რაღაცა თითქოს თავისუფლების ეგიდით რაღაცა იმის თემების შემოტანით ვერ მიიღებს და კიდევ უფრო მეტად გამყარდება ეს ჩვენი რწმენა, რასაც მე ვსაუბრობდი, ცოტა ისე უყურებდი, მაგრამ დღეს მაგაზე მქონდა საუბარი, უფრო მეტად გამყარებულია და ამას მხოლოდ სიცოცხლის დათმობ, სიცოცხლესაც ვერ წამართმევენ ამისით გვჯერა, რომ ესეც დროებითია და ჩვენ მარადიულობის გზამს. ამ მარადიულობაზე ჩვენ შევეწირებით, პირდაპირ ვეუბნები, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ამისთვის სიცოცხლე გავიღოთ, მაგრამ ვერ მივცემთ ამის ფუფუნების საშუალებას, რომ ეს მოხდება. ჩვენ ძალიან ძლიერი ქვეყანა ვართ, პასუხისმგებლიანი, სრულყოფილი, ამ პოლიტიკასაც ვაწარმოებთ, შიგნითაც მოვახერხებთ, ამ შეგნებითი დამოკიდებულებით, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ სიძულვილის ენა, ვინც გადასარჩენი იქნებ, გადარჩეს და შეიგნოს, ეს ჯარიმების საშუალებითაც იქნებ რაღაცა მიმუშაოს, რომ შეცვალოს თავისი რიტორიკა და სხვანაირად დაიწყოს. შეუძლებელია, ვერ გაიმარჯვებს საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს, ვერ მოერევიან ქართულ ადამიანს. გადახედონ ისტორიას, ვერ მოერევიან. ეს ბრძოლა ხო მაგასთან მიმართებაში მიდის. რა უნდა მომიგონო, რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო იმისას, რომ ვიღაცამ ჩემთვის, ან თქვენთვის
ჩვენთვის ღირსეული, ასე ვთქვათ, ღვაწმოსილი ადამიანი შეურაცხო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრო, ან რა უნდა ამიხსნა, რომ ეს დასაშვებია. შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება. როგორც შეუძლებელი იყო და ბოდიში ვიხდი, რომ ბევრის უფლება მივეცით, რომ ჩვენს უწმინდეს ესეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აყენებენ დღესაც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს და მათ რიგებში იდგა, ჩამობრძანდა ეს ერთ-ერთი, რა ქვია იმას, გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ, ასე ვთქვათ, მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი დამაბრკოლებელი თვითონ განვითარების. ამას ვერ ეღირსებიან და ეს არის ჩემი ემოციური, ასე ვთქვათ, გამოსვლა, მაგრამ ის, რაც მანამდე მე ვისაუბრე, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს ჩანს ჩვენი მთავრობის ქმედებაში, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ ნებისმიერ მიმართულებით და ეს პროცესები შეუჩერებელია. ერთადერთი რამ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესებში და ჩვენი ვალდებულება, აი, ვისაც კი სურს, რომ ეს ღირებულებები არის ზეპარტიული, ზეინსტიტუციური. ამაზე მე რასაც ვსაუბრობ, ეს ყველას ჩვენთაგან ის არის, მაგრამ ის რომ ეს ყველაფერი დაინერგოს და განხორციელდეს და კომპეტენციები გაიზარდოს სამინისტროებში, სფეროების მიხედვით, ის გამოწვევები, რაც უკვე ადგილზე გვაქვს თვითმმართველობების კუთხით და ასე ვთქვათ, პროფესიონალების კუთხით, ეს არის დღეს საჩვენებელი და ამაზე არის სამუშაო, რომ რაც შეიძლება მოხდეს სწრაფად, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ამაში დაგვეხმაროს, რომ განათლების რეფორმა სწრაფად დავიწყოთ და აღზრდის თემატიკაში, სწორედ ამ ჩვენს მოზარდებს მივცეთ საშუალება, რომ სრულყოფილად მიიღონ განათლება, იყვნენ ჯანმრთელები, შეუქმნათ გარემო, რომ იყვნენ საუკეთესო ქართველი პიროვნებები. და გვაქვს სხვა შორის მაგალითები, რომ აი პატარა მე რო ვიყავი, რომ ყავდა მაგალითად დავით ყიფიანი, დღეს ყავთ ხვიჩა კვარაცხელი. აი ვინმეს თუ წარმოუდგენია საუკეთესო ქართველი პიროვნება წარმატებული, ეს არის ხვიჩა კვარაცხელი. ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთზე, არა მაგ აქცენტი, ის კარგი ფეხბურთელი, მაგარი ფეხბურთელი და შემდეგ. არა, ის არის თავისი დამოკიდებულებით, თავდაბლობით, მოწოდებით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით. ეს არის მაგალითი საუკეთესო ქართველისა. ვეცადოთ, რომ ესეთი ქართველები ვიყოთ სამაგალითო ჩვენი მოქალაქეებისთვის და მომავალი თაობისთვის. ეს არის საზრუნავი და საკეთებელი და მერწმუნეთ ის ვიზეც ყველაზე მეტი აქცენტი ქონდა, რომ როგორმე მათზე ვისაუბროთ, მეცმუნეთ, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებთ, ისინი წარსულიან, მილევად რეჟიმში არიან და უნდა დავასრულოთ ეს სიძულვილი და მათი, ესე ვთქვათ, წარმოებული პოლარიზებისკენ მიმართული ქმედებები. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტოს საინტერესო, გულწრფელი და ემოციური საუბრისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. იმედი ლაივი დღეს მორიგ სატელევიზიო სეზონს ასრულებს, ჩვენ შევხვდებით 11 სექტემბერში. მადლობა რომ გვიყურებთ, ტრადიციულად ჩვენ მაღალ რეიტინგს განაპირობებს თქვენი ყურებადობა.